ამერიკის შეერთებული შტატები 21 იანვრიდან 75 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც საიმიგრაციო ვიზის გაცემას დროებით აჩერებს. როგორც საქართველოში შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ ქვეყნის მოქალაქეები ამერიკის საზოგადოებრივი სარგებლის გამოყენების მაღალ რისკს წარმოადგენენ. განცხადების თანახმად უკვე გაცემული საიმიგრაციო ვიზები არ გაუქმებულა. ვიზების დროებითი შეჩერება არ ვრცელდება ტურისტულ ვიზებზე, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე. მათ განაცხადის წარდგენა ისეთ ქვეყანაში შეუძლიათ, რომელიც სიაში არ არის. როდის აღდგება ამ ქვეყნებისთვის საიმიგრაციო ვიზის გაცემა, ხადებაში მითითებული არ არის. პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი და არ უნდა წარმოადგენდნენ ფინანსურ ტვირთს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს ყველა პოლიტიკის, რეგულაციისა და სახელმძღვანელო დოკუმენტის სრულ გადახედვას, რათა უზრუნველყოს, რომ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტები არ გამოიყენებენ სოციალურ დახმარებას შეერთებულ შტატებში და არ გახდებიან საჯარო ტვირთი. საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეჩერებაზე კომენტარი ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. პაპუაშვილის თქმით, მათ ამ საკითხზე რაიმე კრიტიკული მიდგომა არ აქვთ და სურთ, რომ საქართველოს მოქალაქეები არა სხვა ქვეყნის, არამედ საკუთარი სახელმწიფოს გაძლიერებაში იყვნენ ჩართულები. მათი გადასაწყვეტი არის უბრალოდ ყოვლისა საუბარი არ არის ტურისტულ ვიზებზე, სხვა კატეგორიის ვიზებზე, საუბარია საიმიგრაციო ვიზებზე და ეს არის ნებისმიერი ქვეყნის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. თუ რა საიმიგრაციო პოლიტიკა აქვს მას, ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას აქვს რადიკალურად სხვა შეხედულებები ვიდრე წინა ადმინისტრაციას თუ ადმინისტრაციებს და ამ პოლიტიკის განხორციელება არის, ასე რომ ჩვენ პირიქით ჩვენი მოქალაქეები რომ დარჩნენ საქართველოში, ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა მიდის წინ და მნიშვნელოვანია რომ ყველა ჩვენი მოქალაქე ჩართული იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. 14 იანვარს გამოცემა Fox News Digital მათ მიერ ნანახ მემორანდუმზე დაყრდნობით წერდა, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკონსულო ოფიცრებს ავალებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად უარი თქვან ვიზების გაცემაზე, სანამ დეპარტამენტის სკრინინგის და შემოწმების პროცედურებს ხელახლა არ შეაფასებს.